გაინტერესებთ რა ქმნის ნიადაგის ნაყოფიერებას, მცენარის ჯანმრთელობას და ნაყოფის ნამდვილ გემოს. ბუნებას აქვს თავისი ფორმულა, ორგანული მეურნეობა. დარჩი ვიდეოს ბოლომდე და გაიგე მეტი მის შესახებ. ეს არის მიდგომა, რომელიც აძლიერებს ნიადაგს, იცავს წყალს, ხელს უწყობს ბუნებრივ ბალანსს. ეს არის მეთოდი, რომელიც ქმნის მდგრად ეკოსისტემებს, სადაც ფერმერი ბუნების დამხმარე და არა მისი მტერია. თუმცა მხოლოდ ამ მიდგომით შეუძლებელია კაცობრიობის გამოკვება. სწორედ ამიტომ სასუქის და პესტიციდის გამოგონებლება მიიღოს ნობელის პრიზი. მათ გადაჭრეს ერთ-ერთი ურთულესი პრობლემა, რაც იყო კაცობრიობის გამოკვება. თუმცა ქიმიურ საშუალებებს აქვთ მრავალი უარყოფითი თვისება. მათი მოლეკულები არ იშლებიან მარტივად ნიადაგში, შესაბამისად ისინი იწვევენ დაბინძურებას, ქმნიან რეზისტენტობას და ფიტავენ ნიადაგის ნაყოფიერ ფენას. რა უნდა ვქნათ გარემოსა და ჯანმრთელობაზე ზიანის შესამცირებლად ისე, რომ შევინარჩუნოთ მოსავლიანობა. სწორედ ამ კითხვაზე პასუხს წარმოადგენს აგროფორსი. საჭიროა ამ ორი მეთოდის ინტეგრაცია. დღევანდელ დღეს ორგანული პრეპარატები გვაძლევენ საშუალებას ან აღვიდგინოთ ქიმიური პრეპარატებით მიყენებული პრობლემა, ან მაქსიმალურად შევამციროთ ის. ორგანული სასუქები დაფუძნებული ჰუმინურ და ფულო მჟავებზე აღადგენენ ნიადაგის ბაქტერიულ მიკროფლორას, ნაყოფიერებას და ფიზიკურ სტრუქტურას. ორგანული პესტიციდები კი გვაძლევენ საშუალებას შევამციროთ ქიმიური პესტიციდები, მათთან შერევით ან მორიგეობით გამოყენებით. ამავდროულად, რადგან ორგანული პრეპარატები არის მიღებული ბუნებრივი ნივთიერებებისგან, თუ ჩვენ მოსავლის აღებებისას გვჭდება გაუთვალისწინებელი პრობლემა, შეგვიძლია გამოვიყენოთ ეს პრეპარატები ლოდინის პერიოდის გარეშე. აგროფორსი მხარს უჭერს ჯანსაღ ბალანსირებულ მეურნეობას. გადააფასე ხვალინდელი დღე, გამოიწერე ჩვენი არხი და მოიწონე ვიდეო, რათა შეიტყო მეტი.